გური დადიანიძის საქმეზე ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ რა უმძიმესი მდგომარეობაა ერში. მე არ მოველოდი სიმართლე გითხრათ ამდენ უბედურებას, ამდენ უწიგნურობას, ამდენ ყველაფრის მკადრებლობას. აი მთელი ღამეები ხალხი ათენებს პირდაპირ ეთერებში, სტრიმებში, TikTok-ებზე თუ სადღაცას, რომ აბსოლუტურად აბსურდები ილაპარაკონ, აი იმან რა თქვა, ამან რა თქვა და აი ესე და ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ იქ ვინც იმ ჯგუფში იყო ბავშვები, მაშინდელი. ეხლა უკვე ალბათ 30 წლამდე არიან, ხო, ყველაფერია შესტენონ იმას, მამიდას იქ ვიღაც. კახაოთ ვინ არის იქ კიდევ ერთი უფროსი რო ახლდათ. აი წარმოვიდგინეთ მეგობრებო, თქვენ წახვედით ექსკურსიაზე და ამ ექსკურსიის დროს ვიღაცა დაიღუპა. და ამის შემდეგ თქვენ თელ ჯგუფს ვინც ერთად იყავით, 15 კაცი თუ რამდენიც იყავით, დაგაბრალონ ყველა უბედურება. აბსოლუტურად ყველაფერი თქვენ დაგაბრალონ, თქვენ მოკალით ის, ან თქვენ დამალეთ, თქვენ ისაქენი ჩაფალით რაღაცა. მიუხედავად იმისა, რომ იქ უკვე ჩატარდა თანამედროვე ტექნიკის სკანირება ნიადაგის მთელ ფერდზე და არაფერი არ იქნა აღმოჩენილი ცხედრის ნაწილის მსგავსი. აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რამდენად ადეკვატურია ეს, რომ თქვენ დაგაბრალონ 1000 უბედურება და მკვლელობა და შეგრაცხონ, რა ვიცი, იქ იმასაც კი წერენ და იმასაც კი ამბობენ, რომ სატანისტური რიტუალი ჩაატარეს და რა ვიცი, დაკალეს ბავშვი და შეჭამეს და რაღაცეები. და პლუს ამას კიდევ გამოჩნდა ამდენი ნათელმხილველი მედიუმი, აი ეხლა მე რა ვიცი, ადამიანის განათლებას თუ ვერ ვაფასებ, აბა რას ვაფასებ, ეხლა ორი სიტყვა საკმარისი ჩემთვის. ადამიანებს, რომელსაც წინადადების ჩამოყალიბება არ შეუძლიათ, აშკარად ეტყობოთ, რომ უწიგნურები არიან, ნათელმხილველობას ჩემულობენ და დაყენებული სახით და რაღაცა კაცები, ბიჭები, რაღაც გოგოები ნათელმხილველობენ და ცდილობენ პოპულარობის მოპოვებას ამით. ისევე როგორც ის სტრიმერი და ბლოგერები, რა ვიცი, 1000 უბედური. და ეს ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ვიღაც ადამიანები თავიანთი უბედურებაში მყოფნი კიდე გააუბედურონ და დააბრალონ 1000 უბედურება. მე ხლა არავის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ სამარცხვინო არის ეს. ეს იმდენად გულისამბრევია, რომ რა ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. როგორ აღწერ. მე მაგალითად აი როცა რა ვიცი, წინა საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში გადავწყვიტე, რომ პროფესიონალურად შემესწავლა პოლიტიკა, საერთაშორისო სამართალი და რა ვიცი, ჟურნალისტიკა. ეს განაპირობა იმან, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი, თუ გინდა ვიტყვი კიდევაც, გია კაპანაძე, ჩემი ჯგუფელი, ერთად ჩავაბარეთ. ცხინვალის მისადგომებთან მოკლეს, სნაიპერმა მოკლა. ეს იყო 2 დღით ადრე, ვიდრე შევარდნაძე დაგომისის ხელშეკრულებას დადებდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის შემდეგაც მორჩა ომი, ხო? აი წარმოიდგინეთ, 22 ივნისი იყო, თუ არ ვცდები, გია კაპანაძე რომ მოკლეს და 24-ში შევარდნაძემ ომი დაამთავრა. აი 2 დღით ადრე შევარდნაძეს თქვათ, ხო? ეს რო გაეკეთებინა, ის ბიჭი ცოცხალი იქნებოდა. სწორედ ამის მერე დავფიქრდი მე, რომ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსების манипуляციებს ჩვენი, ანუ რიგითი მოქალაქეების ყოფნა არ ყოფნაზე. და ამის გამო გადავწყვიტე, რომ მე სწავლა და 40 წელია პრაქტიკულად თითქმის ამას სწავლობდა. ჟურნალისტიკაში ვარ რამდენი წელი და მე ამას ვაკეთებ იმისათვის, რომ თქვენ დაგიცვათ, ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე რატო ვაკეთებ მე ამას, რატო ამ ასწლეულების განმავლობაში პირდაპირ მნიშვნელობით ხლა სიკვდილის ცოცხლის ზღვარზე, ხო? შევარდნაძის დროს, მე სააკაშვილის სუსების დროს და არც ახლა არის, ახლა ვთქვათ, უსაფრთხოსაც მე ვაკეთებ, ხო? სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად თქვენ გაძლევთ ინფორმაციას. თქვენ გიცავთ, თქვენ შვილებს ვიცავ. ამას კი არ გამადლით, გიხსნით, რა საჭირო არის ჟურნალისტიკა და სიმართლე და წესიერი პოზიცია, სამოქალაქო პოზიცია
კომპეტენტური განათლებული ადამიანისა. ეს არის ჩემი მოვალეობა, რომ დაგიცვათ. ამით მე ვიცავ ჩემს სამშობლოს, ხო? როცა ვიცავ ჩემ ერს, ყოველგვარი უბედურებისაგან, ყოველგვარი, რა ვიცი, სიბილწისაგან, ტყუილისაგან, ფარისევლებისაგან, ვითომ ნათელმხილველებისაგან, ვითომ პოლიტიკოსებისაგან და ვითომ კაცებისაგან და ქალებისაგან, რომლებიც, რა ვიცი, კატასტროფულ რაღაცეებს ჩადიან და დღეს ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ხო ამას მეტყველებს, კაცო, ჩვენ დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ, მაშინ რამდენი წელი გავიდა? 35 წელი. სადა ვართ? ისე ვიგბრუნდებით, ხო, ერთ და იგივე წელზე ვთვალებთ. რატომ? პირველი, იმიტომ რომ ერი არ არის საკუთარ სიმაღლეზე. მე გზა გამყავს რომ იტყვიან, მუშაობდა, როდის იქნება გზა, მე რა ვიცი, ახლა ერთეულები ამას ვერ ახერხებენ, ახლა მთელი ერის ცხოვრება შეცვალონ. ეს მხოლოდ, რა ვიცი, განსაკუთრებული ადამიანების, ზვიად გამსახურდიასნაირი ადამიანების ხედვია. ანუ ერმა ვერ ვისწავლეთ ჩვენ ხელისუფლების არჩევა. გესმით რა შეასაკუთრებთ? დამნაშავე უპირველეს ყოვლისა ვართ ჩვენ. და მეორე რიგში, რა ვიცი, ის ადამიანები, ვინც ამ ერის გაუბედურებულებით 35 წელი სულ სტრესში რო არის ერი, კიდე ქვებს რომ არის ის გასაგებია და ახლა ნათელმხილველებს რო ენდობა და რა ვიცი, სასწაულებს შეთქმულების თეორიებშია ჩართული და მზად არის უდანაშაულო აბსოლუტურად ადამიანები გაწირონ და მკვლელებად გამოაცხადონ, ეს ხო იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან ვერ არის კარგად საქმე და მეორე ახლა კიდევ თავის მხრივ ეს პოლიტიკოსები და ის ნათელმხილველები იქნებიან თუ არაკაცები და არამზადები, რომლებიც სარგებლობენ. აი იცით როგორ არის? ბავშვის მოტყუება რო ადვილია და ყველაფერს რომ მოატყუებ რა, ბავშვს, აი ვარიანტი არის რა. აი უბედურ დღეში ვარ. რატო კეთდება ეს? იმიტომ რომ ვიღაცამ მოიპოვოს ძალაუფლება, ვიღაცამ მოიპოვოს სიმდიდრე ჩვენ ხარჯზე და ვიღაცამ მოიპოვოს პოპულარობა, რომელიც ისევ და ისევ კეთილდღეობას უკავშირდება. ხო, ამიტომ გაგკივიან ეს ვითომ ნათელმხილველები ეს წარმოუდგენელი ფსკერსქვემოთა არსებები, რომ აი მე ვხედავ გურამის წყალში და ქვიშაში და ესეთი რაღაც კარგით. ანუ ამას მე ამიტომ ვამბობ და ამიტომ გიყვებით ამას, რომ დავფიქრდეთ. ფიქრი საერთოდ ძალიან კარგი რამე არის, რომ გაანალიზო ვინ არის, სად არის შავი, სად არის თეთრი და ნუ იქნებით ასეთი გულუყულუები და ნუ ენდობით ადამიანებს რაღაც საშინელ რაღაცეებში, რა ვიცი, შეთქმულების თეორიებში და სიგიჟეებში, როცა თაყვანზე აწერიათ, რომ უციგნურები არიან, რა ვიცი. გავცელთ ეს ვიდეო, ბევრმა ადამიანმა ნახოს, რა ვიცი და გამოთქვით თქვენი აზრი.